წარმოიდგინე, შენი შვილი იზრდება ძლიერი, თავდაჯერებული და მზადა, ცხოვრების სირთულეებს გაუმკლავდეს. რა მოხდება, თუ ამისთვის მხოლოდ 3 ძირითადი გაკვეთილი იქნება საჭირო? პირველი, მადლიერება და მიღება. ასწავლე შენს შვილს, როგორ დაინახოს სილამაზე საკუთარ თავში და გარშემო. აუხსენი, რომ მადლიერება ხსნის კარებს სიხარულის, მშვიდობის და იმ გულისკენ, რომელიც არასდროს იცლება. მიაღებინე ბავშვი ისეთი, როგორიც არის და ასწავლე, რომ ასევე შეუძლია სხვების მიღება ისეთებად, როგორებიც არიან. მეორე, სიყვარული, ჯანსაღი, ჭეშმარიტი სიყვარული. შენი შვილი შეიყვარე არა იმისთვის, რაც გააკეთა, არამედ იმისთვის, რაც არის. და ასწავლე, ნამდვილი თავის სიყვარული ეგოიზმი არ არის. ეს არის საფუძველი, რომ სხვების სიყვარული შეძლოს. ვინც საკუთარ თავს არ აფასებს, ვერც სხვას შესთავაზებს პატივისცემას. აჩვენე, როგორ ნიშნავს სიყვარული პასუხისმგებლობას, როგორ აძლევს ის ძალას და როგორ აკავშირებს ყველაფერს ერთმანეთთან. მესამე, პასუხისმგებლობა, მსხვერპლის როლის გარეშე. ცხოვრება ყოველთვის სამართლიანი არ არის, ამას შენი შვილი მალე გაიგებს. მაგრამ შეგიძლია ასწავლო, რომ საკუთარი გადაწყვეტილებების პასუხისმგებლობა აიღოს ყოველგვარი დადანაშაულებისა და მსხვერპლის როლის გარეშე. დაეხმარე ბავშვს გაიგოს, რომ პასუხისმგებლობა ტვირთი არ არის, არამედ თავისუფლებაა. თავისუფლება, შექმნა საკუთარი მომავალი. ეს 3 ღირებულება, მადლიერება, სიყვარული და პასუხისმგებლობა, არის საფუძველი იმისა, რაც ბავშვს თვითდაჯერებულ და ძლიერ ადამიანად აქცევს. ეს ღირებულებები აძლევს ძალას, რომ ცხოვრების ქარიშხლებს გაუძლოს და გახსნილი გულით შეხვდეს სამყაროს. გაუზიარე ეს გაკვეთილები. რადგან დღევანდელი ბავშვები ხვალინდელი გმირები არიან.